მზადდება ძაფი მატყლისგან, რომელსაც შემდეგ იყენებთ საქსოვად. მატყლი მზადდება ცხრის გაპარსვის შემდეგ. პარსამთ ცხვარს და ვამზადებთ მატყლს. ამ მატყლს ვრეცხავთ, გავაშრობთ, შემდეგ გავპუტამთ, რომ ცოტა საჩეჩეზე უფრო კარგად გაიჩეჩოს და საჩეჩლის მეშვეობით ვამზადებთ ფთილას, რომლითაც ვიწყებთ დართვას თირის ტარზე. თირის ტარზე მუშაობა ხდება ასეთნაირად. ფთილას დავიჭერთ ასე ორ თითზე, ხელში ასეთნაირად დავიჭერთ და ვატრიალებთ თირის ტარს. თირის ტარ ძაფი რომ გამოვიყვანოთ ბებო, ამისათვის ხელში გამოგვყავს თვითონ. ხელით მივყვებით, ხელით მივყვებით. ასეთი წვრილი როგორ გამოდის? ასეთი წვრილი გამოდის როგორ და რომ ხომ გეუბნები ბებო, ხელს მივაყოლებთ იქ და რამდენზედაც ავაწვდენთ ჩვენს ხელს, შემდეგ ვახვევთ. დავახვევთ ასე თირის ტარზე და ამ ფთილას რამდენიმეს გამოვიყვანთ ამ წინდის ამ იმაზე ჭხირზე თირის ტარზე გამოვიყვანთ, შევავსებთ სამ თირის ტარს. სამია საჭირო ესე იგი. სამი არის ეს თირის ტარი არის სამი საჭირო, რომ ჩვენ გამოვიყვანოთ ძაფი. ამ სამი თირის ტრის შემდეგ ავდგებით და სამი თირის ტრის შემდეგ ამს დავახვევთ ხელში, დავიხვევთ ასე ბებო, ხელში დავიხვევთ, ახლა გავაკეთებთ გრიჭს. გავაკეთეთ სამი თირის ტრისაგან ძაფი, რომელიც ძაფისაც დავახვევთ და სამი ძაფი ხომ არის? სამი ძაფი. დავახვევთ ამ ძაფს, გავაკეთეთ გრიჭი. შემდეგ ამ გრიჭს ავიღებთ და დავძახამთ. ამას ქვია საძახი. საძახი აქვს თავის რგოლი და დავძახამთ ამ გრიჭს. დავამაგრე უკვე ესეთ ბებო და წავა ამის შემდეგ ასეთნაირად და დაიწყება დაძახვა. ვახვევთ ასე. ეს არის უკვე გამზადებული ძაფი.
რომელიც გამოვიყვანეთ იმ მატყლისაგან, რომელიც მოვამზადეთ. არა უშავს. შემდეგ ამძაფს ამოვახვევთ ისე ამოვახვევთ ამოვახვევთ ამძაფს აი ამ გურიჭი გავანთავისუფლე ამძაფისაგან შემდეგ ვიხსნით ამძაფს კარგად გავრეცხავთ გავასუფთავებთ გავრეცხავთ გაშრება და დავიწყებთ ქსოვას. ეხლა უნდა დავიწყო მე ქსოვა. მოვამზადე ისევ გვრიჭს ვაკეთებ ისევ გარეცხილი ძაფისაგან ისევ ვამზადებ გვრიჭს და დავიწყებ ქსოვას. ქსოვა მიმდინარეობს შემდეგნაირად. ვიღებთ 5 წინდის ჭხირს. ამ 5 წინდის ჭხირიდან 2-ს ვიღებ ხელში და გამომყავს 4 თვალი. 4 თვალი გამოდის შემდეგნაირად. აი ასეთნაირად დავიჭერ ძაფს, აქ წამოვდებ, აქ დავამაგრებ და გამოვდება ასე აი 2 თვალი აი კიდე ვიზავ 3 თვალი ერთხელ კიდე ვიზავ ეს პატარა ძაფი მიტომ ავიღე რომ აქ მეტი არ არის საჭირო მეტი ძაფი ამ საქმისთვის და ეს ძაფი რო არ გადავწყვიტო რამე ეს დარჩება მერე წინდის შუაგულში დავიხვემ ხელზე ამ ძაფს დავიხვემ ხელზე და დავიწყებ ეხლა ავიღებ აქ და დავიწყებ გამოყვანას მესამე ჭხირზე მესამე ჭხირზე მესამე ჭხირზე გადმოვიყვანე ერთ თვალზე ბებო გადმოვიყვანე და გავაგდი აქეთ და გამოვაძვრე და აი თვალი გადმოვიყვანე კიდე ახალი თვალი ძაფი გადავოდევი ასე ერთს გადავახვემ კიდე ასე ასეთნაირად ეს უნდა აიწყოს 4 ჭხირზე ერთი ჭხირი ხომ არის აგერ მეორე ჭხირი მესამე ჭხირი ერთ ჭხირს გავუკეთებ კიდე მეორე ჭხირზედაც გამომყავს თვალი
აბა რა ვქნებებია, ჩემი თვალის პატრონი მიჭის დანახვა მხედველობა და გამომიძვრა, მაგრამ ამით არაფერი დაშავდება. გავაძრობ ისევ და დავიწყოთ გამოყვანა. აი აქ ორ თვალზე გამოვიყვანე. ერთი ჭხირი გადმოვიყვანე ორ თვალზე. ახლა მეორე ჭხირსაც გავანაწილებ ასე ორ თვალზე. აქ უნდა დაიჭიმოს თითზე, რომ აქ მოგცეს საშუალება, რომ ეს გამოვიყვანოთ ჩვენ. ეს თვალი აქ კიდე ასე და მივყვებით მერე მატებას ვამატებთ ასე და აგერ მაქვს მოგსოვილი ბებო, რომელიც რო მოგსოვე დავიწყებ აი აქედან მაგ დაწყილი, წვეროდან მაგ დაწყილი, ის 4 თვალი რო ავიღე 4 ჭხირი, 4 ჭხირმა აიღო უკვე 4 × 4 12 თვალი. 12 თვალი. 4 ჭხირიდან მატება დავიწყე მე, მაგრამ მატება რო დავიწყე, აი 12 თვალი უკვე მატების შემდეგ შედგა 12 თვალი. 12 თვალი ეს უკვე წვერო მოიქსოვა. შემდეგ წავაგრძელებ იმ ხელას მოვქსო, რამ ხელაც საჭიროა ფეხისათვის, ვისაც უქსო. მოვქსო ქუსლამდე. ქუსლთან შემდეგ გამოვყოფ. ძაბს გავუყრი მისი გულისთვის, რომ გამოიყოს ყელი და ქუსლი. ყელი და ქუსლი. გავაგრძელებ ერთ მხარეს გავაკეთებ ძაბს ორ ჭხირზე, გავაკეთებ ძაბს და გავაგრძელებ ქუსლს რო დავანთავრებ, ქუსლ როცა დავიწყებ, ერთი გოჯი უნდა ვიარო პირდაპირ. მერე კლება უნდა დავიწყო, აქ ხომატება დავიწყე წვეროზე. აქ კიდე კლებას დავიწყებ. კლებას დავიწყებ და მოვამთავრებ ქუსლის საქმეს. შემდეგ იმ ძაბს გამოვაძრობ. აქ ხო ორ ჭხირზე გავუკეთე მე ძაფები. იმ ძაბს გამოვაძრობ და გადიხსნება ეს. გადიხსნება და დავიწყებ ყელის ქსოვას. ყელზე ჯერ პირდაპირ ქსო ერთ გოჯს. შემდეგ ავდგები და წაღმა უკუღმა მოვაქსომ ყელს რამ ხელაც მინდა. რაზომის აი აქ ძაბს უტოვებთ ჩვენ ძაბს. ძაბს მერე დავგრიხამთ ასე და ეს ძაფი საჭირო არის საგარეცხამ და ძირითადად მოხუცი მამაკა ბაბუები ამ ძაბს ფეხში ასე შემოიხვემდნენ ხოლმე, რომ დაემაგრებიათ უფრო დიდ ძაბს ვაკეთებდი. გინდა ძილ გააჩნია ვისთვის გსამ, თუ ახალგაზრდისთვის გსო, ასე პატარა ძაბს დაატანებიებთ. არის ამის გარდა კიდევ იქსოვება ფეხზე წამოსაცმელი სამუხლეები რემატიზმებს უხდება ძალიან. რა მოგიქცევიათ კიდე? ხო, ეგ. ხო, უთხარ. და კიდევ ესეც ღაზლია მოქსოვილი მისთვის ჩასაცმელად პულავერი ბავშვებისთვის, დიდისთვის, პატარებისთვის, რომ ზამთარში თბილად იყოს და რემატიული დაავადებისთვის ძალიან კარგია ეს ღაზლი. ასევე ვიცით, რომ ღებავთ ძაფებს, რომ სხვადასხვა ფერი მიიღოთ.
ჩვენ არ ვღებავთ ამას მართალია, მაგრამ თუ კი საჭირო შეიქნება, შეგვიძლია შევღებოთ ხახვის ფოთელში, ენდროში, რამე ისეთ საღებავებში, რაფერიც გაინტერესებს ნაჭუჭი, იმის თხილის იმაში და რა ვიცი, ნიგზის მასში ფოთლებში და რამეებშია ღებავენ სხვადასხვანაირად ღებავენ ვის რა ფერი უნდა ვის როგორ უნდა ვის რანაირად და შეღებილებიც შეგვიძლია შეღებილებიც გვაინტერესებს ხოლმე მაგრამ ხან ვღებავთ და ხან არ ამჟამად მადლობა ასეთი გაკვეთილისათვის მართალია ახლა ბევრი არ არის დაინტერესებული მაგრამ ჩემი აზრით მართლაც საინტერესო არის ასეთი რამის ყურებაც და გაკეთებაც აბა რა ვიცი ბებო თუ კი რამე ისეთი რამე შემიძლია და რამე მოხუცებულებისთვის ჩვენთვის უკვე ეს არის მიზანშეწონილი როცა რომ სხვა რამის კეთება აღარ შეგვიძლია ბებო ამითი გვინდა რომ რაღაცა მივეშველოთ ახალგაზრდებს რამე გავუკეთოთ რამე ვიმასაკნოთ და ჩვენც ზივართ ასე მოხუცებულები ამ ბუხართან და გსოვთ და ვეროდებით